დეფორმა მოქმედებაში უმაღლესი განათლების სისტემაში სწორედ დეფორმად შეფასებული ცვლილებებს ქართული ოცნება უკვე შეუდგა. პირველი ეფექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოვლინდა, სადაც დღეს ლექციის ჩასატარებლად მისულ პროფესორს საკუთარი საგანი საერთოდ გაუქმებული დახვდა. და ეს როგორც ჩანს, მოკლედ დასაწყისია აი ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის. ივანიშვილის პარტიის გადაწყვეტილებით ფაკულტეტების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა, მისაღები ადგილების რაოდენობა კი 22,000-ზე ნაკლები დარჩა, რაც მანამდე არსებული მონაცემების დაახლოებით მეხუთედია. რეპრესია ყველაზე დიდი მასშტაბით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშია დაგეგმილი ამ სკოლებში, ამ სასწავლებელში პროგრამების 92% გაქრება. აღმოვაჩინე, რომ ჩემი საგანი თურმე ამოუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე სასწავლო კვირა არის დაწყებული თესევში, ჩემთვის ცნობილი ეს გახდა მხოლოდ დღეს და მხოლოდ მაშინ, როდესაც მე თავად მივედი თესევში. ლექციის ჩასატარებლად უნივერსიტეტში მისულმა პროფესორმა აუდიტორიაში შესვლამდე გაიგო, რომ მისი საგანი გაუქმებულია. 13 წლის აკადემიური გამოცდილების მქონე ლექტორი, მომავალ ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს სოციოლოგიის შესწავლებს სავარაუდოდ იმიტომ ვეღარ წაუკითხავს, რომ განათლების დეფორმის პირობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურიკულუმიდან ეს საგანი საერთოდ ამოღებულია. გარდა ამ საგნისა კიდევ სხვა საგნებიც არის ჩახსნილი, ანუ არ მოხდა მათზე რეგისტრაცია და სტუდენტებს როგორც ჩანს შესთავაზეს სხვა ალტერნატიული საგნები, რა პრინციპის მიხედვით მოხდა სხვა საგნებით ჩანაცვლება ამ საგნებით, რომელიც დღემდე არის ბუნებრივია კურიკულუმში, საგნის პროგრამის კურიკულუმში, რომელიც ესე მალე ვერ შეიცვლებოდა, ეს ჩემთვის უცნობიერი მე ამაზე არ მიმიღია პასუხი. სამედიცინო, პედაგოგიკის მიმართულება, ხელოვნებათმცოდნეობა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ სასწავლო პროგრამების, რომლებიც ქვეყნის ყველაზე დიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ იქნება. დრამატულად შემცირდა კვოტების რაოდენობა, პოლიტიკის მეცნიერება შეუმცირეს, ჟურნალისტიკა შეუმცირეს, საერთაშორისო ურთიერთობები შეუმცირეს და ასე შემდეგ. თუმცა სოციოლოგიამ ამ შემთხვევაში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. რეფორმა ძირს უთხრის განათლების სისტემასა და ხარისხიანი განათლების მიღების პერსპექტივას. კიდევ უფრო მძიმეა მდგომარეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართულმა ოცნებამ განათლების რეფორმის სახელით 20 წლის ისტორიის მქონე უმაღლეს სასწავლებელში პროგრამების 92% გაუქმა. ჩემს პროგრამაზე აბსოლუტურად ყველას დიპლომი დარჩა სახლში დასადებად, იმიტომ რომ დიპლომს არ აქვს არანაირი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო დონეზე, მაგალითად თუ კი მე მოვინდომებ მეორე მაგისტრატურაზე ჩავაბარო უცხოეთში, როცა მიმღები ნახავს, რომ ჩემი პროგრამა აღარ არსებობს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ კონკურენციაში მარცხდები სხვა სტუდენტებთან, ვისაც უნდა ამ პროგრამაზე მოხვედრა. უნივერსიტეტს ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტებისთვის მხოლოდ 300 მისაღები ადგილი განუსაზღვრა, მაგისტრატურაზე 60. განათლების სისტემაში მიღებული ცვლილებების ამოქმედების შესახებ განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა. ეს იმის მიუხედავად, რომ მისი მეორე მშობლიური უნივერსიტეტი გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტიც ამ ცვლილებების გაწევისკენ მოუწოდებდა. რაც ხდება ახლა განათლებაში არის სირცხვილია, იმიტომ რომ სამინისტროს და პარტიის გარდა არავის არ უნდა ის, რასაც ახლა აკეთებენ უმაღლესებში. ანუ მხოლოდ პარტიას უნდა ის, რომ ილიას უნივერსიტეტში ჩამოერთვას ყველა პროგრამა გარდა განათლების და ინჟინერიის ერთი პროგრამის, ანუ არავინ არ არის იმის მეუხლე, რომ მაგალითად გაუქმდეს სოციოლოგია, ფილოსოფია, ანთროპოლოგია თუ ბუნების შესწავლელი მეცნიერებები და სხვა. ეს არავის იგულისხმება, არც საქართველოში არავის არ უნდა და საქართველოს გარეთაც უკვე შეწუხებულები არიან იმითი, რომ საქართველოს უნივერსიტეტებს ართმევენ იმ პროგრამებს, რომელთაც თანამშრომლობენ უცხოური უნივერსიტეტები. სპეციალისტების შეფასებით, ილიანის შემდეგ ყველაზე დიდი ზიანი სოხუმის უნივერსიტეტს მიადგა. სოხუმში 94-ის, თბილისში კი 32 წლის გამოცდილების მქონე უმაღლესი სასწავლებელი ახალ სასწავლო წელს 380-მდე შემცირებული მისაღები ადგილითა და გაუქმებული პროგრამებით ხვდება. ის, რასაც ეს ადამიანები ამბობენ, ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებენ, ანუ გრევა განათლების და საერთოდ სახელმწიფოებრიობის საქართველოში მიდის ძალიან თანმიმდევრულად. ეხლა ვინმეს თუ უნდა რომ ილუზიაში იცხოვროს და რაღაცა ინფანტილური წარმოდგენები შეიქმნას, ეს ყველაფერი ესე არ იქნება და ყველას თითოეულ ადამიანს შეეხება ეს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თავის დროზე და პრევენციულად ხალხმა გამოხატოს პროტესტი და ძალიან ხმამაღლა და ძალიან კატეგორიულად. დეფორმა ძალაშია.
ქართული ოცნების განათლების სამინისტრო ამტკიცებს, რომ ვიდრე სადავო კვოტების საბოლოო ვერსიას დაამტკიცებდნენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მოთხოვნები გაითვალისწინა. არადა, კურიკულუმს მხოლოდ რუსისტიკისა და ადიქციის კვლევებისთვის დაუმატეს 1000-მდე მისაღები ადგილი.